მოგესალმებით, მე ვარ ირმა მახარაძე და ეს არის RIA Investment-ი, უძრავი ქონების გაყიდვების აუთსორსინგული კომპანია ბათუმში და როგორც დაგპირდით, ჩვენ ვიწყებთ პოდკასტების სერიას დარგის ექსპერტებთან ერთად და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საგადასახადო საკითხებზე და ჩვენი პირველი სტუმარი არის ფინანსურ ექსპერტთა კორპორაციის მმართველი პარტნიორი ქალბატონი ირმა ჩხაიძე. ძალიან დიდი მადლობა ირმა მობრძანებისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მიხარია რომ მონაწილე ვართ თქვენი პოდკასტების სერიის და ასევე მიხარია რომ პირველი მონაწილე ვართ. თემა საკმაოდ მნიშვნელოვანია, საკმაოდ საინტერესოა. საზოგადოებაში ძალიან ბევრ კითხვით ნიშანს გავცემთ პასუხს ჩვენ დღეს შევეცდებით ყოველ შემთხვევისათვის გავცეთ პასუხი. ვფიქრობ რომ საინტერესო დიალოგი გამოგვივა. დიდი მადლობა ირმა. პირველი შეკითხვა რომელიც ჩვენს მსმენელს აინტერესებს, ეს არის თუ რა კატეგორიებად იყოფა ზოგადად უძრავი ქონება. ძალიან მნიშვნელოვანია უძრავი ქონების კატეგორიებად განსაზღვრა, რადგან ეს არ არის რაღაცა ფართო მასშტაბიანი თემა, იმიტომ რომ ძირითადად ორი კატეგორია გვაქვს, ეს არის ქონება და მიწა. უძრავი ქონება უბრალოდ უნდა გავყოთ რამდენიმე კატეგორიად, იმიტომ რომ არის საცხოვრებელი დანიშნულების უძრავი ქონება, არის კომერციული დანიშნულების უძრავი ქონება და საინვესტიციო ქონება. უძრავი ქონების კატეგორიები თავის მხრივ ცოტა რო გავორცოთ, მინდა რომ რამდენიმე სიტყვით შევეხოთ. საცხოვრებელი დანიშნულების უძრავი ქონება, ანუ ფართები, რომელსაც საკუთარი სარგებლობისთვის გამოვიყენებთ და რომელიც შესაძლებელია ასევე საიჯარო გასაცემად, იჯარით გასაცემად გამოვიყენოთ. კომერციული დანიშნულების უძრავი ქონება, ეს არის ქონება, რომელსაც ვიყენებთ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით და გვაქვს მესამე კატეგორია, ეს არის საინვესტიციო ქონება, რომელიც მხოლოდ იჯარით გასაცემად არის განკუთვნილი და ან განკუთვნილია მხოლოდ გასაყიდად. სხვა შემთხვევაში საინვესტიციო ქონებას კვალიფიკაცია არ მიენიჭება. რა თქმა უნდა, ყველა აღნიშნული ქონების ფლობას, სარგებლობას, განკარგვას, რეალიზაციას სხვადასხვა საგადასახადო ვალდებულებები გააჩნია. აქვე ძალიან საინტერესოა, ვინ შეიძლება იყოს უძრავი ქონების მფლობელი. საქართველოში საკმაოდ საინტერესო სიტუაცია გვაქვს მაგასთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ვსაუბრობთ. ნებისმიერი ამუძრავი ქონების მფლობელი შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, როგორც რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტი. ანუ როგორც საქართველოს მოქალაქე, ისე ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე. ეს რაც შეეხება უძრავ ქონებას, გამონაკლისი გვაქვს მხოლოდ მიწა, რადგან სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობას ვერ შეძლებს საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქე და ასევე ვერ შეძლებს სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობას ვერც იურიდიული ქართული რეზიდენტი იურიდიული პირი, რომელსაც საკონტროლო პაკეტი არის უცხო ქვეყნის მოქალაქესთვის. და სხვათა შორის ჩვენთან ძალიან ხშირად მოდის ხოლმე შეკითხვა მომხმარებლებისგან, რა განსხვავება შეიძლება იყოს მაშინ, როდესაც მომხმარებელი ფლობს საცხოვრებელ უძრავ ქონებას და კომერციული დანიშნულების უძრავ ქონებას. ანუ საგადასახადო კუთხით რა განსხვავება არის ამ შორის? ბოლო ცვლილებებით ფიზიკური პირები ვალდებულები არიან რეგისტრაცია, ანუ საგადასახადო აგენტის ფუნქცია შეასრულონ და ეს აღარ არის რაღაცა წლიურ ფორმატში გადაწყვეტილი, ყოველი ოპერაციის განხორციელების მომდევნო თვის 15 რიცხვამდე მათ უნდა უზრუნველყონ დეკლარირება, მათ მიერ მიღებული შემოსავლების სპეციალური ჩანართი გაუკეთეთ ამისთვის ყოველთვიურ დეკლარაციას, სადაც დაწვრილებით ეთითება ყველა ის მონაცემი საკადასტრო კოდიდან დაწყებული გარიგების ფასზე მისვლამდე და აუცილებელი მოცემულობა, რომ გადასახადის გადახდაც მომდევნო თვის 15 რიცხვამდე უზრუნველყონ. მაგრამ რაც შეეხება კომერციული ფართის რეალიზაციიდან, თუ სარეალიზაციო ღირებულება ერთჯერადად მიწოდების შემთხვევაში 100,000 ლარს აღემატება და უმეტეს შემთხვევაში აღემატება კომერციული ფართის შემთხვევაში, მიწოდებამდე, ანუ მანამ სანამ სარეგისტრაციო წარმოება დასრულდება, მანამ უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს რეგისტრაციისთვის, DGG-ს გადამხდელად რეგისტრაციისთვის, რომ შემდეგ არ გაუჭირდეს მოკლედ დეკლარირების მომენტი და მისი საგადასახადო ვალდებულება იყოს სრულფასოვნად შესრულებული. და აქვე ძალიან მნიშვნელოვანია, რა შემთხვევაში უწევს ფიზიკურ პირს ქონების გადასახადის გადახდა. მართლაც და მნიშვნელოვანი საკითხია, იქედან გამომდინარე, რომ ნებისმიერი ფიზიკური პირი საქართველოში მაცხოვრებელი, ვინც მაცხოვრებელი და არამაცხოვრებელი, ვინც საქართველოს ტერიტორიაზე ფლობს უძრავ ქონებას მიწის ჩათვლით,
ყველა არის ფიზიკური პირის ქონების გადასახადი. რა თქმა უნდა, ეს მასობრივად ყველას არ ეხება. მიწის გადასახადი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი ვრცელდება ყველა ფიზიკურ პირზე, ვინც ფლობს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას. სხვა შემთხვევაში ფიზიკური პირის ოჯახის შემოსავალი თუ აჭარბებს 40,000 ლარს ოჯახის შემოსავალზე მოქვს საუბარი, მის საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებაზე აღნიშნული პირი არის ქონების გადასახადის გადამხდელი. ეს არის ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით განსხვავებულია, ისევე როგორც მიწის შემთხვევაში ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით განაკვეთები განსხვავებულია, მოსაკლებლის პროცენტულობას გულისხმობ, განსხვავებულია შემოსავლის ტიპის მიხედვით. 40-დან 100,000 ლარამდე სხვა განაკვეთია და 100,000 ლარზე ზევით სხვა განაკვეთით იბეგრება. მათ საკუთრებაში, მინდა დავაკონკრეტო, მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე. როდის უწევთ დეკლარირება? აღნიშნულის დეკლარირება ფიზიკურ პირებს უწევს წელიწადში ერთხელ, ეს არის 1 ოქტომბრამდე პერიოდი და გადასახადის გადახდა ევალდებულება 15 ნოემბრამდე პერიოდში. აქვე მინდა აღვნიშნო მნიშვნელოვანი გარემოება, რომ გასული წლიდან აქტიურად დაიწყო ადმინისტრირება არარეზიდენტი ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე. იმ შემთხვევაში თუ მაკონტროლებელი ორგანო ვერ აიდენტიფიცირებს უძრავი ქონების მესაკუთრე არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემოსავალს, თვლის რომ მისთვის განაკვეთი უნდა იყოს მაქსიმუმი, ანუ 100,000 ლარზე ზევით სხვა არის და შესაბამისად გადასახადის მოცულობასაც განსაზღვრავს აქედან გამომდინარე. მაგრამ თუ არარეზიდენტი ფიზიკური პირი უზრუნველყოფს შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენას იმ ქვეყნიდან, რომელი ქვეყნის რეზიდენტიც არის და აღნიშნული შემოსავალი იქნება 100,000 ლარზე ქვევით, ანუ 40-დან 100,000 ლარამდე ზღვარში, მაშინ შესაბამისად ამის გადაანგარიშებას რაც თქმა უნდა მოახდენენ. დიდი მადლობა ქალბატონო ირმა მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ ამ შესაძლებლობისთვის. მართალია თავიდანაც აღვნიშნეთ, რომ ეს ფორმატი ვერ დაფარავს ყველა კითხვას, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს უპასუხოთ თქვენთვის საინტერესო კითხვებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენი პოდკასტების სერია კი გაგრძელდება და შემდეგი ჩვენ შევეხებით უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ იურიდიულ საკითხებს. შეგიძლიათ კომენტარებში დაგვიწეროთ ის მნიშვნელოვანი კითხვები, რომელიც გაქვთ ამ თემის ირგვლივ და ჩვენ შევხვდებით უკვე ერთმანეთს შემდეგ პოდკასტში.